მშვიდობა. დღეს კიდევ ერთი მორიგი გადაცემა გავა ჩემი საავტორო სახალხო სამართალი. ცოტა ექსკურსი მინდა გავაკეთო. საერთოდ ზოგადად ადამიანის ღირებულება, ანუ როგორი ადამიანია, მისი ზნეობრივი, მორალური ქცევებიდან, ინტელექტიდან გამომდინარე ვიტყვით არა შევაფასებთ. სახელმწიფო როგორ უნდა შეაფასო? თავისი სამართლიანი კანონებით. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში აბსოლუტურად აცდენილია კანონები სამართალს. და მივიღეთ ზუსტად ის მოცემულობა, რომ ფაქტიურად რაც მოხდა ახლა ამ დღეებში გორში კი ვიცით, იქაც კი ვნახეთ კარგად გაწვრთნილი, ფაქტიურად სადისტური ქმედებების მქონე პოლიცია. მე სანამ კიდე სხვა თემაზე გადავალ, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა ზუგდიდში ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლის ნონა თორიას გარდაცვალების გამო. ფაქტიურად ზუსტად ამ უსამართლო კანონებმა ქვეყანაში დაწესებულმა მტაცებლობამ და ძარცვამ საკუთარი მოსახლეობის შეიწირა კიდევ მორიგი ჩვენი მეგობარი. უსამძიმრებო ოჯახს და უფალს ვთხოვ ძალიან მალე შეცვლილ იყოს და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ შევცვალოთ ის მოცემულობა, რაც გვაქვს ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ და ვხედავთ კიდევაც ჩვენ მებრძოლ ადამიანებს, საბედნიეროდ საქართველოს არაკლია პატრიოტები, უსამართლობასთან მებრძოლი ადამიანები, მაგრამ მათი ხმა ფაქტიურად დახშული არის ბევრი ტელევიზიების მიერ, რადგან მოქმედ სისტემას არ აწყობს ამ მართალი სიტყვის თქმა. თურმე ეროვნული ბანკი, კერძოდ ნათია თურნავა, მისი პრეზიდენტი აპირებს ქრისტიანობის შემოსვლიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო მონეტა მოჭრა. მე თქვენ მინდა მოგმართოთ ყველას, აბსოლუტურად საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს. უბრალოდ სანამდე მიდის თავხედობა, ორივე ინსტიტუტი შეიძლება ვთქვათ. ან ის როგორ აძლევს უფლებას ეროვნულ ბანკს, რომლის პოლიტიკამ ფაქტიურად დააქცია სახელმწიფო და ჩვენი მოსახლეობა და ვთქვი კიდევაც, უამრავი ადამიანი ემსხვერპლა ამ მტაცებლურ პოლიტიკას, ზოგადად ქვეყნის და ერის წინააღმდეგ და თურმე ქრისტიანობასთან დაკავშირებით საიუბილეო მონეტას უნდა მოჭრან. ეს უკვე გაბედვაა პირდაპირი გაგებით. ჩვენ გვიბედავენ, აი ასეთი სიყალბეები, ყველაფერი გვაკადრონ და ჩვენ თუ ამ ყველაფერს ავიტანთ ყოჩა. ფაქტიურად ერი განადგურებული ყოფილვართ. დღეს მე სტუმრად მყავს ერთ-ერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელმაც თვითონაც იწვნია კარგად აი ამ ფულად საკრედიტო პოლიტიკას და ზოგადად ვამბობ, უსამართლო პოლიტიკის გავლენა თავის ოჯახზე, თავის თავზე და დღეს მისი სახლი გამზადებულია ფაქტიურად აუქციონზე რომ გაიყიდოს. ჩვენი სტუმარი არის თეა ციკლაური და თეა ციკლაურმა იცის ჩვენ გავაცანით ჩვენი პროგრამა, ანუ სახელმწიფო ბანკის შექმნის შესახებ, თუ რას წარმოადგენს სახელმწიფო ბანკი და როგორ შეუმსუბუქებს მთელ საქართველოს ამ ბანკების მიმართ ვალდებულებას და როგორ შევძლებთ ჩვენ თავი დავაღწიოთ ამ პრობლემას, გავაცანით ეს პროექტი ჩვენ ხალბატონ თეას თვითონაც იტყვის თავის პრობლემას, ანუ რატო აღმოჩნდა ამ დღეში და მისი საცხოვრებელი სახლი დღეს უკვე გამზადებულია ფაქტიურად ყველგანზე გავა აუქციონზე. ჩვენ ერთი რამ სულ გვეყოლება ფაქტიურად აი ეს უბრალო ხალხი. უყურეთ თვითონ სიტყვა მინდა კარგად გაშიფროთ. უბრალო, დიახაც ბრალი ამათ არ მიუძღვის ამაში, როცა უკვე თითქმის დამნაშავედ ხვდის არსებული სისტემა და არსებული პოლიტიკა, ფულად საკრედიტო პოლიტიკაში და ვერ გადავიხადეთ, ვალი გვაქვს და ფაქტიურად უკვე საზღვარგარეთ გასვლის უფლებაც არ აქვს ადამიანებს და ფაქტიურად მონი მდგომარეობაში აგდებს. აი ეს პოლიტიკა, ასე რომ აი ეს სახელმწიფო ბანკი არის მისი თავის დაღწევის ამ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ერთადერთი საშუალება, ასე რომ ხალბატონ თეა მინდა ამ პროექტთან დაკავშირებით და ზოგადად თქვენ პრობლემებთან დაკავშირებით ორი სიტყვით თქვენც მოუყვეთ მაყურებელს. მოგესალმებით. გარკვეული მიზეზების გამო მომიწია ბანკიდან სესხის გაკეთება. ანუ აღება, იმიტომ რომ სხვანაირად ამხელა თანხას ფიზიკურად არავინ ისე არ მომცემდა. 2 წელი
ვიხადე ჩვეულებრივ არც დაგვიანება, არც გადაცდენა, არაფერი საერთოდ. 2 წლის განმავლობაში ქონდა მხოლოდ 2000 ლარი მოკლებული ამ თანხას. მე მოხდა ისე, რომ ვეღარ დავეწიე გრაფიკს, გადამიყვანეს ძალიან დიდ ჯარიმებში და დღესდღეობით გამოიწვია ზუსტად ეს შედეგი, რომ გადის სახლი აუქციონზე. მე ჩემს სიმართლეს ვერ გავიტან, თუ არ დამეხმარება მთავრობა, რა თქმა უნდა, და თუ არ იქნება ეს ბანკი, რომელსაც ქალბატონი მამისა თავაზობს სახელმწიფო პოლიტიკის გამო. ვართ ამ დღეში კეთილინებოს და სახელმწიფო მაიღოს პასუხისმგებლობა. ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი კანონები და არა ერთ მუჭა ადამიანებზე გადასული მთელი საქართველოს რესურსები აბსოლუტურად და ესენი განაგებენ ყველაფერს. ანუ ფუნქცია წაგვართვეს ჩვენ ადამიანებს. ქალბატონო თეა, აი ვალს გადახდა უნდა ხო მეთანხმებით? კი. და თქვენ აი თანახმახართ თუ არა რომ სახელმწიფო ბანკი რო შეიქმნას შეძლების დაგვარად თქვენ ჩვეულებრივად ყოველთვიურად გადაიხადოთ ბანკში ვალი, რადგან სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ამ ვალების გამოსყიდვა და რეფინანსირება მერე ისე რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ გაუჭირდეთ ამ ვალის გადახდა. კი, მე მზად ვარ რომ გადავიხადო ეს ვალი. რომ სახელმწიფო ბანკი გამეხმარება ამის გადახდაში და მომცემს იმის საშუალებას შეძლების დაგვარად რომ გადავიხადო, მზად ვარ. კი. რას ნიშნავს სახალხო სამართალი? რა არის სახალხო სამართალი? არის ღვთიურ ბუნებრივ კანონზომიერებასთან არსებული სამართალი. რა არის ბუნებრივი კანონზომიერება? მე რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, შენთან ანუ გვარგუნა ჩვენ ხო ბინადარი ვყოფილიყავი და აქ დავიბადეთ. რაც ამ ქვეყანას გააჩნია, თანაბრად მოწილენი ვართ ყველანი. აბსოლუტურად თანაბრად. ანუ ჩვენ წაგვართვით უმრავლესობას ყველაფრის უფლება და ხელისუფლებაში მოსული ადამიანები გახდა სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც დაეპატრონა ყველაფერს. და ჩვენ მარტო დაგვრჩა კომერციულ ბანკებთან სირბილი და ვალის აღება და ფაქტურად მონომდგომარეობაში ყოფნა. მახსოვს ერთხელ მე ვახშე მითხრა ასეთი რამ, რომ შენ ვინ ხარ ასეთი, რომ კანონზე მაღლად გეხარო და კი მე ვთხარი, კანონზე მაღლად დგას სიმართლე. და სიმართლე დღეს ზუსტად იმ უბრალო დაჩაგრული ხალხის სახეზეა. და ჩვენ ყველას, როგორც ქალბატონი თეა მოვიდა დღეს ჩვენთან და მზად არის შეუერთდეს ამ სახელმწიფო ბანკის შექმნის იდეას, ასეთ იწვევთ ყველას აბსოლუტურად, რომ თქვენი აზრი გამოხატოთ და ვაჩვენოთ ხელისუფლებას. რამდენს გვინდა რომ შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, რომ მაქსიმალურად გამოსყიდული იქნას აბსოლუტურად ყველა ქონება. თეა სახლი რაზეც დგას, ის სახელმწიფოს რესურსი ხო არის თეა, შენ როგორ ფიქრობ? არის, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, აუცილებლად ყველა სახლი, რომელიც საქართველოს მიწაზე დგას, ეს სახელმწიფოს რესურსია. ამიტომ ჩვენ სახლთან ერთად ჩვენ სახელმწიფოს ვფრთხილდებით და სამშობლოს ვიცავთ. იმიტომ რომ არავინ არ იცის მერე აუქციონიდან ვის სახელზე გადადის და ვინ ქვეყნის რომელი მოქალაქე, მსოფლიოს რომელი მოქალაქე იყიდის ჩვენ საქართველოს რესურსს. და ბოლოს ერთი რამ მინდა ვთქვა, ბევრ ადამიანს აქვს ჩვენ ქვეყანაში პრეტენზია უწოდოს თავის თავს განათლებული. მე ერთი რამე მწამს და მჯერა, განათლებული არის მოცემულობა მხოლოდ თუ შეგიძლია ბოროტება გარდაქმნა სიკეთეთ. არც ერთ ადამიანს საქართველოში არ გვეთქმის ვართ განათლებული, სანამ აი ეს ბოროტება ამ ქვეყანაში სუფევს. ვერც პრეზიდენტს, ვერც პრემიერ-მინისტრს, ვერც პარლამენტის თავმჯდომარე და ვერც ერთ დეპუტატს არ აგვაქვს უფლება. შეიძლება ნაკითხი ხართ, წოდებები ბევრი გაქვთ, მეცნიერი ხარ, აკადემიკოსი ხარ, მაგრამ ჩვენ ქვეყანას ამ წუთში ამ მიმართულებით არაფერი არ ეთყობა, რომ განათლებული ადამიანები მართავენ. ასე რომ ჩვენი ეთერი მზად არის, აი ამ ბოროტების მანქანას დავამუხრუჭებიოთ და უამრავ სხვა პრობლემას არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ფულოსაკრედიტო პოლიტიკა იქნება და ვალები. ყველა უსამართლობაზე სახალხო სამართალი ამოიღებს ხმას.